ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. გამორჩეულად ხალისიანი სტუმრით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. გქონთ შეეგებოთ ჩვენი დიდი მეგობარი ოთარ დადიშვილი. როგორ ხარ, ჩემო ძმაო? აი, ჩემი ადგილი. ესე იგი, მორიგი დაწახება და ახლა სულ ფიქრობ, რომ ახლა რატო დამიძახათ ხო? საჭმელი მაჭამა, წყალი დამალევინა, გრუმინგზე ვყავდი, შემაჯვარა. ახლა ალბათ უნდა დამაძინოს მე. მაგამდე შორია, ჯვარი გწერია. უცხო სიტყვა ვთქვი, ნახე გრუმინგი. მაგაზე რა გამახსენდა ხო იცი? სიტყვა რო იცი რა, რაღაცა ესეთი რთულიც არა, აი უცნობი, რაღაცა ესეთი უცხო სიტყვა, რაღაცა და ნიშნულობა რო არ იცი რეალურად. და სადღაცა რო გინდა მაინც ჩააყვეხო რა, რო გამოჩნდე რო კონტექსტ რო ვერ ითვალისწინებ. კონტექსტ აი რო ვერ მოკლედ სუფრასთან ვარ რა, დამპატიჟა ერთი კაი მეგობარია, ჩვენ უფროსი მეგობარია, დამპატიჟა და ოჯახში აქვს სუფრა და დამნიშნა თამადად. და მოკლედ მე ვზივარ თამადის ადგილას, თვითონ გვერდზე მიზის. და ისე მოხდა, რომ ეს ორი კაცი ვართ აქეთ და მერე ქალბატონები სხედან და მერე უკვე დიდი შემადგენლობა კაცების ერთი 11 კაცი უკვე იქით ის რა, ისე სხედან. და ამას ბიძაშვილი ყავს, ესეთი ტიპია რა, ჩაფსკვნილი კაი კაცი, ჩვენი მეგობარი ეგეც ემზარი. არ ეწყინება ახლა ემზარს შეუთანხმდი მოყვები ამ ისტორიას მეთქი. ხო და ეს ემზარი არის მერიქიფე. და ასხავს სამღვინოს და ეტყობა ამ ემზარმა რაღაცა უცხო სიტყვები და რთული სიტყვები იცის, მაგრამ არ იცის სად ჩატენოს. და როგორ გავიყენოს და ახლა ასხავს რა, მორიგი ჩამოსხმა აქ ამ ღვინის და ბატონი ავთანდილი ეძახის, რომ ემზარო, აქო ხო უყურებო, ახლა ორი კაცი ვართ მარტო, ანუ ორი კაცი ვხედვართო აქეთო. მერე ქალბატონები არიან და ძირითადი მასაო კაცებისო იქით არისო. ამიტომო პატარა დოქიო, ის რომელიც არისო, ჩვენ ჩაგვიდგიო აგერ მე და ოთარსო და ორი დიდი დოქიო იქ ჩადგი, სადაც ბევრი ხალხიაო და ეს ემზარი ამ დროს ასხავს რა და მობრუნდა და არ მინდა ეხლა ეს ქორეოგრაფია. რუსი სიტყვა მოძებნა. და იმავე სუფრაზე მოხდა. აი გეფიცებით იმავე სუფრაზე მოხდა. დავლიე ბებიების და ბაბუების, მოკლედ ვისაც ყავს ღმერთმა, ამაზეს დიდი საჩუქარი რა არის, ბებია ბაბუა ცოცხალი რო ყავს, ხო და მეთქი წასულები რაც და ერთ-ერთი სუფრის წევრი უკვე როგორ ავართ იცი რომ ქალბატონები რო ადგნენ იქ ყავაზე გავიდნენ რაღაცა და ეს კაცები რო შევმჭიდროვდით და უკვე ემზარის სამივე დოქი ჩვენთან მოა. აი ეგ სიტუაცია და ეგ ქორეოგრაფიული ნახაზია, რომ სამივე დოქი ჩვენთან მოა და ერთი ადგა რა და მეო ბატონო ოთარო თუ შეიძლებაო მეო ისაო ვიტყვი კი მე უთხარ აზია ლაპარაკი კაცო და მოკლედ დაიწყო რომ აი ბებია როგორ ზრდიდა რაღაც როგორ ხელებზე როგორ კოცდი და როგორ გაზარდა სკოლაში რო აკითხავდა მათემატიკას როგორ ასწავლიდა რაღაცა და მოდიო ჩემი ბებიაო მოვიგონოთო გავიხსენოთო აი ჩემი ბებიის თამადობით ვიტყვიო თქვენი ნებართვითო და გვერდზე უზის იმის სახელი არ მახსოვს. მეგობარი უზის გვერდზე რა და გადმომხედა მე ამან ხო შეგვჭამა თავის ინსპირაციებით. ეგეც კაი ადეკვატური სიტყვა. ხო მაგარა ჩასალიან. უი შენ რო ახსენე ხა ბაბუა. ხო. და უკონტექსტოდ გამოყენებული ეს უცხო სიტყვები მაგაზე გამახსენდა ფანტასტიკური ისტორია მოყვა ჩვენმა დაუვიწყარმა ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა. სუფრაა თურმე მის სოფელში, მაკვანეთში და თამადაა თურმე. წარმოსადეგი
ბევრს რო სვამს. ხმა იმისთანა რომ 300 კაციან სუფრაზე რო მიკროფონი არ ჭირდება. და ანუ ყველა კრიტერიუმია ამ თვალსაზრისით ხამადისთვის აუცილებელი და უყვარს ამ თურმე ამ სიტყვების გამოყენება. ხას მაღალფარდოვანი, მაგრამ კონტექსტი არ მეიკითხო. როგორც გურიაში ისღია და არტემ ერქომაიშვილი ცოცხალიას ლეგენდარული ბაბუა იმ პერიოდში ბატონი ანზორის და ადგილზელემენ და არტემი ყოველთვის საყვარელი და მართლაც სასახელო კაცი იყო და გამორჩეულად უნდა რომ მოეფეროს თორმე და არტემ ბაბუა თქვენო ხართო მარტო ჩვენთვის კი არა მარტო მაგვანეთში კი არა მარტო უზურგებ მთელი ქვეყნისთვის რომ გამორჩენილი კაციო და რაფერ გვიყვარ ხარ და არტემ ბაბუა შენ გაგიმარჯოსო შენს galaktikაში და შენს სასოწარკვეთილებაში აი დაცვა სახელის ნიშანი ამითი ავარია ძალიან მაგარია აი როგორი ისეთი აი ხა რაღაცა სიტყვა მითხარი რამე რთული ექსპონენციალური აი როგორი ექსპონენციალური ისტორია მოყვა ხო კარგია ბატონია როგორი ექსპონენციალური ხო სასწაული ასე იცი რა გამახსენდა ხა შენ ვისაც არ უნახარ სუფრასთან და გისწრობენ ტელევიზორში ერთი მნიშვნელოვანი წახანაგი შენი ნიჭიერებისა გაშვებულია ხელი და თუმცა ყველაფერი წინაა შენ ისეთი სტუმართ მოყვარი კაცი ხარ და თან ისეთი ფორმალია თან უარს არავის არ ვეუბნები ესეც გაითვისება რომ პატიჟებენ უარს არავის არ ვეუბნები ხო და რა მინდა იცი გითხრა ამ ყველაფერის მიღმა შენ ხარ ცნობილი და შესანიშნავი ექიმი ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი და ყველა მისის და განსაკუთრებით შენმა პაციენტებმა და პაციენტები ყავს ყველგან მთელ საქართველოში და თან ხარ ისეთი ახლობლებით გარშემორტყმული ხალხის შესაბამისად ძალიან ბევრისგან რომ ფულს არიღებ მე ეს როგორც ჩემმა მეგობარმა კარგად ვიცი შესაბამისად მინდა კითხო რომელი კუთხის არაყი ჯობია კარგია ბიჭო ნახე აი გური ახსენე შენ და ერქომაიშვილები ახსენე ეს უდიდესი გვარი და უდიდესი ჯიში ჩვენი საამაყო ქართული და ბიჭო მიყვარს აი ბუზის არახს რო ეძახიან გურულები თაფლის არაყი მიყვარს ბიჭო შემოქმედის მონასტრიდან წამოღებული შეგენო გემონებას რაფერი განსაკუთრებულია ერთხელ მაჩუქეს ბერებმა მაჩუქეს აი ესეთი 10 ლიტრიან ბოცაში იყო წარმოიდგინე 10 ლიტრიან ბოცაში იყო შემოქმედის თაფლის არაყი და აი რო დაიცალა ეს და მე მგონი დარწმუნებული ხარ რომ მალე დაიცალა ბიჭო ის ქონდა შენ ძმობას ვიცავარ ის ცვილი ქონდა ცვილი ანუ ბოცა შუშის ბოცა იყო და მეთქი გავრეცხავ ამას რამეში გავამადგება ვერ გავრეცხე სანთელი ანუ ეს აძლევდა არომატს განსაკუთრებით ხო ანუ რამდენად ნატურალური იყო ხო წარმოგიდგენია ამიტომ მე ყველა კუთხეს პატივცემ ვენაცვალე მე ჭაჭას ვენაცვალე ხილის არახს სამეგრელოში რო იციან რას ლაპარაკობ მაგრამ რახიც კარგია ჩემო კარგო ჟიპიტაურიც კარგია მაგრამ ახ არჩევაზე თუ მიმიდგა საქმე შემოქმედის თაფლის არაყი მირჩევნია ყველაფერს. რა ვქნა. ადასარევი, თუმცა აქვე დავამატოთ რომ ზედმეტი ალკოჰოლის მიღება საჭირო არ არის და ზომიერად შემობატონო ეს ყველაფერი. ზომიერად 10 ლიტრ არაყი აბსოლუტურად საკმარისი. ხანმოკლე პერიოდი. ზომიერება და კარგია. რადგან სუფრა ვახსენეთ, მოდი ჯერ ეს თემა ამოვწუროთ და შენი კოლეგებიდან ამ შემთხვევაში ექიმებს გულისხმობ. ყველაზე ხშირად ვინ ხდება ხოლმე რესტორნებში? ალექსანდრე გოგინავა. პირდაპირ შეგიძლია თქვა, ხო? ინფექციონისტი. მაგაზე მაგარი ისტორია მაქვს. მე მგონი არსად არ მომიყოლე, მოგიყო გინდა? მითხარი გაց. მოკლედ, სპორტ შოუს ბიჭები ვქეიფობთ. ერთ-ერთ რესტორანში და მე ანუ ნახე 4 შაბათს გავიკეთე გრიპისაცრა. აი 4 კომპონენტიანი. და 4 შაბათ, 5 შაბათ პარასკევს ვსვავთ. ხო და მე მაინც ბიჭებს ვაფრთხილებ, რომ მეთქი ახლა თუ შემამჩნიეთ, რომ დაფოთლვა დაიწყო და თვალები გადმომეკარკლა და რაღაცა, აგერ მე უთხარი აკრეფილი, გამზადებული მაქვს, ალექსანდრე გოგინავა წერია. ამას დააჭერთ, ეტყვით, რომ ოთარამ 2 დღის წინ აცრა გაიკეთა, დღეს დალია, გადმოკარკლა მომხედავს. და დანარჩენი თვითონ იცის. მე უთხარი, ოღონდ ეს კიო. და უბერავ, წაიღო რა, წაიღო. თქვენ არ გაიმეოროთ. თქვენ არ გაიმეოროთ. აცრის მერე არ დალიოთ. ხო და ბიჭო და წაიღო რა, გაიტანა რაღაც და გამოვდივართ ეხა რა. გამოვდივართ და მე დავახოვართ გაფრინდაშვილი, ჩემი. ჩვენი საერთო ზვაგაცი. ჩვენი საერთო ზვაგაცი და მე დავახო გაფრინდა გამოვდივართ და
ტაქსი გამოვიძახეთ ახლა ტაქსში უნდა ჩავსხდეთ რამდენიმე მანქანა გამოვიძახეთ რა 8 კაცი ვართ ყველა სხვადასხვა მიმართულება უნდა ჩავჭეთ და ამ დროს ბატონო ოთარ შენ გენაცვალე როგორ ბრძანდებით ეს ზუსტად აი ამ ინტონაციით მესმის და გავიხედე მეთქი ვინმე ძახის და ალექსანდრე გოგინავა დგას ბატონო ოთარ შენ გენაცვალე როგორ და ვახო მომიბრუნდა და ამის იმედზე იყავი საშას არ ეწყინება ეხა ეს ისტორია თვითონაც უყვარს გოგინავას და თურმე გვერდზე კუპეში ბიჭო ეს არ ქეიფობს ხო და ასე მოხდა ეს ამბავი ანუ კოლეგებიდან ნუ ექიმები ზოგადად ხო იცი შენ მსმელი ხალხია არ მოკეიფე მე ვიტყოდი თანას მრავალმხრივ ნიჭიერი დაკვრა გინდა სიმღერა ცეკვა ლექსი გინდა კი ბატონო ინსპირაცია ექსპონენციალური მოხსენა ყველაფერი ადგილზეა ყველაფერი და სპორტ შოუ ახსენე შენ ჩემთვის ძალიან საყვარელი გადაცემა რომელიც ბოლო დროს რაღაცა არ იძებნება ხო დროებითი პაუზა გვაქვს დროებითი პაუზა იმედია რომ მალე განახლდება კი რა სუბიექტური ობიექტური მიზეზებია აუცილებლად და მოგიწევთ შენ დიდი ხანი არ ყოფილ ხარ და კი ბატონო სტუმრადაც ვიყავი ადრე და ძალიან კარგად მახსოვს არაერთხელ კი ბატონო და თან სპორტი ისეთი რამ არის რომ ყველა მიმართულები და ყველა მხრიდან ჭირდება მხარდაჭერა და კი ბატონო მე მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე ერთად იყავით სპორტ შოუს შემადგენლობა კი მთელი შემადგენლობა წავედით მაშინ პროგრამის ცენტრი თუ გინდა ჯოკერი თუ გინდა იყო გელაია კორძაძე ასევე ჩვენი საერთო მეგობარი ჩვენი ვანელი ძმაკაცი ჩეხეთს რო ვეთამაშეთ ერთ-ერთი იმ საღამოს მოვდიოდით ავტობუსით ჰამბურგიდან კოპენჰაგენში და კოპენჰაგენიდან მქონდა ფრენა ქუთაისში. ანუ სხვანაირად ვერ დავამთხვიეთ, იმიტომ რომ ცოტა გვიან გადაწყდა რომ მოვდიოდით და ანუ დიდი არჩევანი აღარ იყო. მაგრამ რატომაც არა, ხა კოპენჰაგენში როდის მოვხვდებოდი კიდე მე, ხო? მით უმეტეს გელაია კორძაძე. ხო და მოვითენთეთ ახლა რაღაცთან ენერგია დაცლილი არ დაუმჯდარვართ. მთელი თამაში ფეხზე ვიდექით ჩეხეთთან, ხო და ბოლოში კიდე შანსი რო მქონდა კიდე ჩაკვემ რომ მიცა ლობჟანიძეს და საბამ რო ეს საბას ცოტა დააკლდა რა რომ მოგვეგო, მაგრამ ეგ რომ მოგვეგო შეიძლება პორტუგალიასთან ის ხო კაცმა არ იცის რა მოხდება. ამიტომ კარგად დალაგდა ყველაფერი. ხო და მოკლედ ავტობუსი და ეხა გვეძინება რა, თან კარგი ისეთი კომფორტული ავტობუსია, ესეთი კუპეები ვით არის, პატარ-პატარა რაღაც წინ მაგი და სავარძლები. ჩავსვედი და ერთი ვთქვი ბიჭო რა მინდოდა რომ ვთქვი რომ ოდენსეს გავივლით მეთქი. ვეკითხები მძღოლს. ხო და კიო გავივლითო და რაშია საქმე? არაფერი მე ვუთხარი. გელამ ხო გაიგო. რა ხდება ოდენსეში? მე ვუთხარი გელა ბავშვობიდან ზღაპრები რო გიყვარს შენ ჰანს ქრისტიან ანდერსენი მე ვუთხარი ოდენსეშია დაბადებული და მისი სახლ-მუზეუმია ოდენსეში და სიდიდით მესამე ქალაქია კოპენჰაგენის და ორხუსის მერეთ. ეს ვუთხარი და დავიძინე. ჩავიდა ახლა ეს ავტობუსი ამ იმაში რა ქვია ოდენსეში. ხო და გძინავს ჩვენ ბიჭო ვიზღა ახსოვს ანდერსენი და ორხუსი და ოდენსე და ისა და გელაიას ეს ხო ჩაბეჭდილი აქ და ჰე ბიჭო ოდენსეში ვარ ტყვირის გეგონება იქ რაღაც ჰე ბიჭო კაიო რა დაგვაძინეო ახო ბოლოთაშვილი ეუბნება არა ბიჭო ოთარამ მითხრა ახო ანდერსენის სახლ-მუზეუმიაო და ეგი რო არ ვნახო ისე ვანში ვერ დავბრუნდები ამბობ უნდა ვნახო ნუ კარგი უნდა ვნახო და ყველა რამდენი ხანი მჩერდებით არ ვიციო რა წადიო მძღოლს კითხეო და ამან ახლა ინგლისური ისე იცის როგორც მძღოლთან მივიდა შოფერ უკვე გაია შოფერ ეს მოუწრი და რა შოფერ უყურებს და ოდენსე how much How much? Რამდენი ხანი ჭირდები? ის ეუბნება, yes, Odense is expensive city. გაუგეს ერთმანეთს. შენს ურანიჟარაძესთანაც საინტერესო გზავრობა ქონდა ერთ იტალიაში მახსოვს. ურანიჟარაძესთან ერთად გზავრობა მქონდა, ხო, ზურასთან ერთად მოვლილი მაქვს მთელი ევროპა, კაცო. ბონაპარტი და მე და ზურა პრაქტიკულად რა. ესე იგი ბუდაპეშტი, პრაღა, შეხარ ჩემი ბატონი, ვენა, მაგრამ ყველაზე ისეთი იყო მილანი, ფლორენცია და რომი, აი ესეთი
ისა გვაქვს ტური გვაქვს ესეთი მოკლედ და ნუ მილანში ვიყავით, წავედით ფლორენციაში, ფლორენციაში 2 დღე გავჩერდით, დაემთხვა ზურას დაბადების დღე ნიჟარაძის. ჩავჯექით მატარებელში. ანუ ფლორენციის სადგურზე, ვაგზალზე ვართ და ჩავჯექით მატარებელში და მატარებელი გადის, ნუ პირობითად 19:36. იქ ხო ეგრეა? წუთებით. 19 გახდა 19:35. ფლორენციაში მივდივართ რომში. და ზურია ნიჟარაძე მე ცოტა იქ ვძივარ რა და რატომღაც აი ამ თემაში მისთვის ავტორიტეტი მე ვიყავი არა და 5 ძმაკაცი ვიყავით მაგრამ რატომღაც მე ამომირჩია მამა მე ძახის რამდენ ხანში გავალთ მამა გავით ზურია მე ვთხარი აგერო 36 წერია 19:36 და გავა მე ვთქვი იტალიაში ხო იცი მატარებელი 1 წუთზე გადის არ იგვიანებს ნუ ცოტა ხანი კიდე მამა რამდენ ხანში გავდება მესამეჯერ რომ მკითხავს მამა რამდენ ხანში გავდება მე ვთხარი ზურია რა იყო მე ვთხარი რამ გაგაგიჟა აღარ შემიძლია ამ სოფელში ყოფნა დედაქალაქი მელოდება დედაქალაქი ფლორენცია ყოფილა სოფელი ოთარ ბატონო შენთან ისე სწრაფად გადავით რომ ასე მგონია რომ ახლა დავიწყეთ საუბარი მაგრამ ახლა უკვე შემდეგი სტუბრის დრო მაგრამ სანამ მინამ სინამ როგორც ერთ ცნობილ სპექტაკლია მინამ სინამ სანამ დაგემშვიდობები მანამდე მინდა მოგიპატიჟოთ ჩემო ბატონო ჩვენს პრემიერაზე 23 და 24 მაისს ჩვენს ახალ ეთნო კონცერტზე სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა სადაც ბევრი შენი მეგობარი და კოლეგა დაგხვდება უნდა სრულიად ახალ ამპლუაში და გეპატიჟები ჩემო ბატონო ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში აბსოლუტურად ყველას გეპატიჟებით ხალხო მე ვიცი რა კონცერტზეც არის საუბარი ეს იქნება სასწაული დაუვიწყარი საღამო და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე დაპატიჟებული ვარ გენაცვალეთ გელოდები და დიდი მადლობა მობრძანებით ჩვენი სტუმარი გახდათ ოთარ ტატიშვილი შაბან მოგესალმებით ბატონო მადლობა მობრძანებისთვის სულ ცოტა ხნის წინათ აქ ოთარ ტატიშვილი იჯდა ზუსტად იმ ადგილას სადაც შენ ახლა ბრძანდები და ვაუწყეთ მაყურებელს რომ 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში ახალი კონცერტი ეთნო კონცერტის პრემიერა ელოდებათ სადაც შენც მონაწილეობდა ეს ძალიან მიხარია და სწორედ ეს მინდა კითხო ჩემო ძვირფასო ადამიანო რა განწყობა გაქვს აი ამ საპრემიერო კონცერტის წინ და რა არის შენთვის ხალხური სიმღერა პირველ რიგში მოგესალმებით უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და არაერთხელ აღმინიშნავს და კვლავ განმეორდები რომ თქვენს გარემოცვაში პირადად თქვენთან ერთად ყოფნა და ერთი სივრცის გაზიარება ეს არის უდიდესი პატივი ჩემთვის. რაც შეეხება კონცერტს, ჯერ დავიწყოთ კონცერტის სახელით. არის ასეთი ქვეყანა. უკვე ეს სახელი აღძრავს ჩემში იმ ემოციას, რასაც საქართველოს შვილად ყოფნა ქვია, რასაც ქვია რომ იყო საქართველოს მოქალაქე, ვინაიდან სწორედ არის ის ქვეყანა, ჩვენი საქართველო, რომელშიც მე მაქვს პატივი რომ კიდევ ერთხელ ვიყო ის ადამიანი, რომელიც როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გამოხატავს თავის პატივისცემას ქართული ხალხური სიმღერისადმი. რაც შეეხება ქართულ ხალხურ სიმღერას, მე ვიტყოდი არა მხოლოდ ქართული ხალხური სიმღერა, არამედ ზოგადად ხალხური ტრადიცია. ეს არის ის ფუნდამენტი და ეს არის მთავარი საფუძველი, რაზეც დღეს ჩვენ გვაქვს პატივი რომ ვიყოთ და ვიდგეთ და რაზეც თითოეული ჩვენგანი მოქალაქე თითოეული ამ ქვეყნისა დავდივართ დღეს და მოვედით დღემდე. აი ეს არის ქართული ხალხური ტრადიციები. მიხარია, ჩემო შამარო, ჩვენ ერთად აი ამ განწყობით ცხოვრები ხალხი ვიდგებით სცენაზე და ჩვენ სათქმელს ახლებურად შევთავაზებთ ჩვენს უძვირფასეს მაყურებელს. ახლა მინდა შენს ბავშვობაზე გადავიდე, იმიტომ რომ ხალხური სიმღერის მიმართ შენი ინტერესი და სიყვარული სწორედ პატარა ასაკიდან მომდინარეობს, შენი ეს მე ძალიან კარგად ვიცი და ერთი საინტერესო შემთხვევა იყო და მინდა გაგახსენო სკოლასთან დაკავშირებით. როგორც წესი, მშობელს როცა იბარებენ ხოლმე სკოლაში, რაღაცას აშავებს ასე დროს მოსწავლე. და სრულიად განსხვავებული მიზეზის გამო რომ დაიბარე შენი მშობელი არაფერი რომ დაგიშავებია ეს ამბავი მინდა რომ მოუყვე ჩვენი შოუს მაყურებელს სხვათა შორის ჩემთან რატომღაც ყველაფერი ასე ხდება კუთხეშიც სხვა მიზეზის გამო დავდექი მიუხედავად იმისა რომ არაფერი დამიშავებია აი მშობელი ზუსტად ამ მიზეზით დაიბარეს არაფერი არ დამიშავებია და მიზეზი რა გახდა რომ თქვენი შვილი ზედმეტად ბევრ წიგნს კითხულობს ღამე მით უმეტეს
და ყოფილა შემთხვევა, რომ ჩაზინებია და ჩვენ გამოვართვით წიგნა ძილში არ გვაძლევდა იმ წიგნსო. და ამიტომ დაიბარეს ჩემი მშობელი და ხა მშობელმა რა უნდა მითხრას? რატო კითხულობო? კი, მაგრამ ხა მეორეს მხრივ ამას რო ეტყვი შვილს, რომელიც არის დაახლოებით 10-11 წლის, ხო? იფიქრებს, რომ ხლა რახან ჩემი მშობელი მეუნება არ წაიკითხო, კაი, ამიერიდან აღარ წავიკითხავ, ხო? მამა ჩემის რეაქცია იყო მაშინ კარი. ეცადე ბევრი არ წაიკითხო. ზომიერებისკენ მოგიწოდა, ხო? ეცადე ბევრი არ. ასო, კუთხეში დამაყენეს და ეგ რაღაცა მოხდა, მითხარი. გამოვესარჩლე ჩემს მეგობარს. და სულ მახსენდება ჩვენი უძვირფასესი, ჩემთვის უსაყვარლესი ბესო ბერულაშვილის სიტყვა, რა გინდა დაეტიე რა, სადაც ხარ. სულ მახსენდება ეს სიტყვა, რომ რა გინდა, ხო, მაგრამ ზოგადად არ შემიძლია უსამართლობის წინაშე გაჩუმება და არ შემიძლია რომ უსამართლობა მოვითმინო და იმიტომ ხარ გაიგაცი შენ. რაღაც გამოვესარჩლე, მე იმისი, ასე ვთქვათ, დანაშაულის მე ავიღე და აი დავრჩე ესე კუთხეში. შაბან, შენ მრავალმხრივი კაცი ხარ, შენი ვიჭის შესახებ მიხარია რომ ფართო საზოგადოებამ უკვე გაიგო, დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ერთხელ აი ამას აღიქომენ ჩვენს კონცერტზე 23 და 24 მაისს და მანამდე ერთი რამ გინდა კითხო. პირველ ხმას მეორეს რომ უხამებ და მეორეს მესამეს და ეს ყველაფერი შეგიძლია შესანიშნავად და ძალზე ჰარმონიულად, ეს მე ვიცი და თან ვხვდები ამის ლოგიკას, მაგრამ როგორ ახერხებ რომ ყავის სხვადასხვა სახეობები ასე გემრიელად შეუხამო ერთმანეთს, მოდი ამაზე მოყევი, იმიტომ რომ შენ ასე ვიყო ყავის სპეციალისტის ყოფილხარ. სხვათა შორის, რასაც მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ერთადერთი რაზეც ვამბობ ჩემს თავზე ყოველთვის რომ კი კარგად გამომდის, სიმღერაზე ვერ ვიტყვი ნამდვილად, იმიტომ რომ არსებობენ ისეთი ოსტატები მართლაც, მე ვინ ვარ მათთან, ხო? მაგრამ ყავა ნამდვილად კარგად გამომდის კი. და სხვათა შორის, აი ახლა თქვენს შოუში რომ მოვდიოდი, დილით შეევაზავე სხვადასხვა ყავა და ამის გამოც კაკაოც გადავისხი ზე ძალიან მშვენივრად. აი ესეც გამოვცადე კი და სხვათა შორის ყავის ინტერესი ჩემში გააღვივა დედაჩემმა. დედაჩემი სვავდა ყავას ყოველთვის მაინტერესებდა. პირველად გამასინჯა და ახალი ხიბლი იყო ჩემთვის აბსოლუტურად რაღაცა უცნობი გემო, რომელიც ძალიან ჩამრჩა ისე რაღაცა გემოს რეცეპტორი რო იტყვიან, ჩამრჩა ძალიან და მაინტერესებდა შემდეგ როგორ ხდება, რა ხდება, როცა უკვე გავიზარდე და დავიწყე აი ეს ინტერნეტთან ურთიერთობა, დამაინტერესა მარცვლები, მათი სახეობები, დაუშვათ ამა თუ იმ მარცვლის შერევა, სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლოა ორი მარცვალი ჩამოიტანო, ორივე იყოს არაბიკა, მაგრამ სხვადასხვა გემოვნური თვისებით, ხო? რა თქმა უნდა. შესაბამისად, აი ამან დამაინტერესა, გავაკეთე სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩავატარე. ასევე შემდეგ დავიწყე უკვე ყავაში სხვადასხვა დაუშვათ იქ სიროფების შერევა, როგორც არის კარამელი, თეთრი შოკოლადი და რა ვიცი, დღესდღეობით ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი სახეობის ბევრნაირ ყავას ვაკეთებ. ამიტომ გეპატეჟებით აფერულ შენ, გამწინდა სიამოვნებით. ასევე ძალიან მიხარია მე ვადევნებ თვალყურს შენს სოციალურ გვერდს, Facebook-ს, რომ როგორ გეფერება ხალხი და რამდენად დადებითი გამოხმაურება აქვს ხოლმე შენს სტატუსებს, შენს პოსტებს, მაგრამ დამეთანხმები რომ ალბათ სულ სხვა არის უშუალო შეხება და როდესაც მაყურებლის მხრიდან იღებ აი მუხტს და ემოციას, რომელიც სოციალურ კონცერტებს თან ახავს. შენ ხშირად გამოდიხარ კონცერტებზე და ესეც სასიხარულოა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და მითხარი რომელი კუთხის შეფასება მოგეწონა ყველაზე მეტად და რატო მაინც და მაინც კახელების. მე პირველ რიგში მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო საზოგადოებას, თითოეულ ადამიანს, რომელმაც მართლა ესეთი საოცარი გამოხმაურება მომიტანა სოციალურ ქსელებში და დღემდე ისეთი კომენტარები და ისეთი შეტყობინებები იწერება, ნამდვილად გული მევსება სითბოთი და ეს არის ის, რასაც ვერასოდეს ვერ იყიდი. ამას ან მოიპოვებ, ან ვერ მოიპოვებ და მე ნამდვილად მადლიერი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ აი ეს სიყვარული მოვიპოვე, ხალხის სიყვარული. რაც შეეხება კახელებს, მახსოვს ერთ-ერთი კონცერტის დროს შევასრულე ჭონა. ჰამლეთ გონაშვილის და რამე მიქაბერიძის ვერსია, რომელსაც ანსამბლ რუსთავთან შესანიშნავად მღეროდნენ და ნუ აი როდესაც მორჩა კონცერტი, აღმოჩნდა კახელი ქალბატონი ამ კონცერტზე და როდესაც ეკითხებოდნენ, აბა რას ფიქრობთ, როგორი კონცერტი იყო, ჩემთან მოვიდა და ჯო, ყველანი მე მეწონე თუ, მაგრამ ეგ გლაზოკიანი კახელი ბიჭი სულ სხვა იყო. ამას რო კახელი იყოს, ხო? ნამდვილად სასიხარულო და საამაყოა, ეს კიდევ იმის ნიშანია, კიდევ ერთხელ რომ ხალხმა ნამდვილად მიმიღო და ჩამეხუტა გულში, რაც ჩემთვის ყველაზე პირველია და ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში.
ჰამლეტ გონაშვილი ახსენე ეს მართლაც ლეგენდარული მომღერალი, რომელიც ვიცი შენთვის რადგანაც ძვირფასია და შენი მართლაც აი მუდმივი შთაგონების წყარო ეს არაერთხელ გითხოს მათ შორის ჩვენს შოუში. და მოდი მისი რეპერტუარიდან ერთი სიმღერა, რომელიც დიდი ხანია სხვათა შორის არ შესრულებულა, ეს არის თუ ასე ტურფა იყავი, რომელიც ეკუთვნის დიდ ქართველსა და დიდ მოღვაწეს ბატონ ანზორ ერქომაიშვილს. მოდი ეს ავაჟღეროთ ჩემო შაბან დღეს ჩვენი შოუს სცენაზე და საამისოდ მოვიწვევ ჩვენი კონცერტის კიდევ ერთ მონაწილეს. ეს არის გუნდი მძლევარი, უმწყინვალესი გუნდი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება ჩვენს ეთნო კონცერტში. არის ასეთი ქვეყანა, მანამდე შენ მითხარი ორი სიტყვა აი ამ სიმღერაზე. უდიდესი სიამოვნებით, ჩემთვისაც უდიდესი პატივი იქნება მძლევრთან ერთად პირველად შევასრულებ სხვათა შორის სიმღერას და ძალიან სასიხარულოა ნამდვილად. თუ ასე ტურფა იყავი სხვათა შორის გუშინ ვუსმენდი ჰამლეტ გონაშვილის საიუბილეო საღამოს, სადაც ბატონმა ანზორმა ჩვენმა მართლა უდიდესმა მოამაგემ ქართულ ხალხურ სიმღერაში. წარმოთქვა ესეთი ისტორია გაიხსენა სიმღერის, თუ ასე ტურფა იყავი, როგორ შეიქმნა, რომ ჰამლეტ გონაშვილმა მოიტანა რაღაცა პატარა ლექსი, თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო. იმად რომ სიყვარულის თვინ გული არ გამიღიაო. და როდესაც დაამთავრა ეს ლექსიო, ესეთი თავისთვის ჩაილაპარაკო, რომ ამასო ერთი კარგი მელოდია მოუხდებაო. ჰამლეტი ზოგადად ისეთი კაცი იყო, პირდაპირ არასოდეს გეტყოდაო და ესე გაკვირით მიგანიშნებდაო, ძალიან დამაფიქრაო სხვათა შორის ამ ტექსტმა და რაღაცა რამდენიმე დღე ვიწვალეო და როგორც იქნა მიუსადაგე ერთი მელოდია, ვაჩვენე ჰამლეტს, ვასწავლე, მოეწონა, არაფერი არ თქვაო და 3-4 დღე საერთოდ გადამეკარგა რეპეტიციებზე ეს კი აღარ მოსულაო. ჰამლეტ გონაშვილი ზოგადად იყო ის ადამიანი და ის შემსრულებელი, რომელიც სანამ არ შეისისხლ ხორცლებდა იმ ნაწარმოებს, რომელსაც სწავლობდა, არ გამოიტანდა ხალხის სააშკაროზე და რომ მოვიდა 3 დღის მერე და იმღერო ჩემი მელოდია ვეღარ ვიცანი. ასე საოცრად და შესანიშნავად შეასრულა მართლა. ხო და შევასრულოთ ეს ჩვენი სიმღერა დღეს ჩვენ შოუში. სატურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდიო, იმოდ რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო, იმოდ რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო. ახალს ხვამება ღეშემხოდა ალერსით გამახვიაო, ტკბილადაც მამიკურკურა კალთაზე დამარწიაო, ტკბილადაც მამიკურკურა კალთაზე დამარწიაო. სატურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდიო, იმოდ რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო, იმოდ რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო. Imad rom sigovarulis
უღრმესი მადლობა ჩვენ სტუმრებს. ჩვენ კი ძირფასო მეგობრებო შეგახსენებთ რომ 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გვაქვს პრემიერა სრულიად ახალი ეთნო კონცერტისა სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა. მონაწილეობენ გია ბურჯანაძე, დოდონა ნამორაძე, ჯანო იზორია, ნიკო ნანიტაშვილი, შაბან მამედოვი, გუნდი მძლევარი და სხვა უნიჭიერესი მომღერლები. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები G. გელით. აი ძირფასო მეგობრებო შემოგვიერთდნენ გუნდი მძლევარის ხელმძღვანელი კახა ონაშვილი და გუნდის ლოტბარი არჩილ როინიშვილი. შემოგვიერთდნენ მეგობრებო ჯერ პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმ დიდი წარმატებისთვის, იმ დიდი სიამაყისთვის, რომელიც დაკავშირებულია გუნდი მძლევარის სახელთან, იმიტომ რომ თქვენ სადაც გადიხართ, საერთაშორისო ასპარეზზე ეს ხშირი მოვლენაა, ყველგან აჩვენებთ უმაღლეს კლასს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და ხაზგასმით მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ 23 და 24 მაისს ჩვენ ერთად უმასპინძლებთ ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში მაყურებელს ჩვენს ახალ ეთნო კონცერტზე არის ასეთი ქვეყანა და აი გუნდი მძლევარი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვის, იმიტომ რომ დიდი დატვირთვაა თქვენზე და ბევრი რამ გვაქვს მომზადებული როგორც ცალკე გუნდის შესრულებით, ისე ერთობლივად. მოდი ამ კონცერტის თაობაზე მითხარით, შემოგახა შენს და არჩილ. მოგესალმები პირველ რიგში შემოგია და აქვე დავძე იმ დიდ პასუხისგებლობას და იმ ადლიერებას. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ კონცერტში მონაწილეობის მიღება. ვემზადებით სრული დატვირთვით, ძალიან დიდი ინტერესით. ჩართული არის როგორც ახალგაზრდა და პატარა თაობა, ისევე უფროსი მომღერლები. და სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა კუთხის სირთულეებია ამ კონცერტზე წარმოდგენილი. ერთი სული გვაქვს ამ კონცერტისთვის შემართულად ჩავერთოთ ამ კონცერტის ფერხულში და სამზადისი ძალიან დიდია და ძალიან ესეთი პასუხისგებლობით სავსე. მადლობა. არჩილ შემძანი. რა თქმა უნდა, ყოველთვის თქვენთან თანამშრომლობა სასიამოვნო არის. ჩვენი გუნდისთვის ამასთან ერთად როგორც ახალმძანა ძალიან პასუხისმგებლობით სავსე და ყოველთვის ჩვენიც და ახაც თავისთავად ბატონ ტარიელიც და ბიჭებიც გულანთებულები ველოდებით იმას, რომ როდის იქნება ის დღე, როცა ჩვენ ერთად ასე ვთქვათ, დავდებ სცენაზე ჩვენს შრომას. ეს ყველაფერი იქნება 23 და 24 მაისს, უკვე ძალიან ცოტა დარჩა, მაგრამ აქვე ერთი რამ მინდა უთხრა მაყურებელს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თქვენს უნივერსალიზმს. არა მხოლოდ რეპერტუარზე მუშაობთ, არამედ ვცდილობთ, რომ ახალი შესაძლებლობები გახსნათ აი თითოეულ ბავშვი, მოზარდში თუ უკვე ჩამოყალიბებულ პროფესიონალზე. მოდი ამ სიახლეებზე ვისაუბროთ მძლევართან მიმართებაში. სიამოვნებით. პირველ რიგში ამ კონცერტზე ჩვენ ხალხური რეპერტუარით გამოვდივარ და ფესვი და ძირი არის ჩვენი ქართული ხალხური სიმღერა. ანალოგიურად სადაც მივდივართ გასტროლზე, ყველგან მიგვაქვს ჩვენი ძირეული, ჩვენი ფესვის და ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული კულტურა. თუმცა მათი ინტერესიდან გამომდინარე, მრავალფეროვნების ინტერესიდან გამომდინარე, ბიჭები შეეჭიდნენ როგორც საგუნდო, ისევე სხვადასხვა თანამედროვე კომპოზიციებს, ევროპული, ამერიკული თუ აფრიკული თუ ასე შემდეგ, ეთნოაფრიკული, შევეჭიდეთ ცოტა ჯაზ, როკს, პოპს. ამავე დროს ჩვენი ბიჭებიც უკრავენ ინსტრუმენტზე ბენდი, ასე რომ ვთქვათ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მათი ნიჭიერება არა მარტო ქართულ ხალხური სიმღერის სფეროში, არამედ აი ამ მოცემულობით, ამ მრავალფეროვნების კუთხით, რომელსაც ნამდვილად კარგად ართმევენ თავს და ვამაყობთ კიდევ ერთხელ ჩვენი ბიჭები და ჩვენი გუნდი. სრულიად სამართლიანადაც. მოდი მაშინ ასე გავაკეთოთ. ჩვენი გადაცემის დასასრულს შევთავაზოთ ერთი ისეთი კომპოზიცია, რომელიც არ აჟღერდება ჩვენს კონცერტზე, ანუ მისგან განსხვავებული, სწორედ უცხოური რეპერტუარიდან და საამისოდ თხოვს სცენაზე გუნდ მძლევარს. მოდი სიამოვნებით.